უარყოფდა ესტონეთის მიემზადებას კონფედერაციული სახელმწიფო შექმნის შესახებ. იმ საბაბით, რომ კონფედერაცია სახელმწიფოთა კავშირის მოძველებულ ფორმას წარმოადგენს, რამდენადაც ვიცი კონფედერაცია საქართველოს ინტერესებში, ამიტომ საინტერესოა შეფერების აზრიანის საკითხი. მე მგონი ყველაზე მოძველებულ ფორმას სახელმწიფოებისა წარმოადგენს იმპერია. და არა კონფედერაცია. და ჩვენ არ დავუშვებთ ველიკორუსული იმპერიალიზმის კონსტიტუციურად დაკანონებას. ამას არ დავუშვებთ არც ქართველი ხალხი, არც ესტონელი ხალხი, არც ლიტველი, არც ლატვიელი ხალხი, არც სომეხი ხალხი. და მე მგონი აქ სხვა ხალხებსაც შევეცდით. იმპერია მოძველდა, იმპერია უნდა დაინგრეს, უნდა შეიქმნას კონფედერაცია. 1920-იანი წლებიდან მოყოლებული ამ ყველაფერს გადიოდა, მან გაიარა 37 წლის რეპრესიები, მან გაიარა ბევრი სტალინის კულტის დაგმობა გაიარა, ქართული ენის თითქმის დაკარგვა გაიარა და ეს ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიან ერთი რაღაცისთვის. ეს არის თავისუფლების იდეა, რომელიც საბჭოთა კავშირმა წაგართვა და ამ ხალხმა 21 ადამიანმა და კიდევ მრავალმა სხვა მომიპოვა. მინდა მთელ საქართველოს მოსახლეობას, ქართველ ხალხს ყველას მიულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი. მინდა უსურვო მთელ საქართველოს წარმატებები მის მოსახლეობას, ყველას, ვინც ჩვენთან ცხოვრობს, არა ქართველი, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, იმიტომ ისინიც ჩვენთან ერთად აღნიშნავენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. მინდა მიულოცო ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებს, ჩვენი სკოლის მასწავლებლებს, მინდა მიულოცო დამოუკიდებლობის დღე აფხაზეთში ცხოვრებ ქართველებს, სამაჩაბლოში ცხოვრებ ქართველებს, რომლებიც ოკუპირებულია და მათ დაბრკოლებები ექნებიან დედა საქართველოსთან დაახლოების არიან ცუდ დღეში, მაგრამ მაინც ისინიც აღნიშნავენ იქ და ხმეთ არიან. და მინდა მათ განსაკუთრებული მილოცვა გაუგზავნოთ ჩვენი სკოლის სახელით, ჩვენი მოსწავლეების, ჩვენი კოლექტივის სახელით და მათ უსურვოთ გამძლეობა, დიდხანს სიცოცხლე საქართველოს საკეთილდღეობა. 26 მაისზე რას დამოუკიდებელ საქართველოს, აი რა გახსენდება? ჩვენ დამოუკიდებლობა ავიღავთ. და მითხრა, შენთვის დამოუკიდებლობა რას ნიშნავს? ჩემთვის დამოუკიდებლობას ნიშნავს, რომ საქართველო უნდა იყოს დიდი. არის დიდი საქართველო? არა, ჯერ უნდა ისა რუსეთი უნდა წააგოს. რომელი რეგიონები უნდა დავიბრუნოთ? აფხაზეთი. ვერ გუგუნებდეს ხმა, მუმლი მუხასა და ლილეოსი. ეს გმირთა ჩვენთა არის სიმღერა, ეს სიმღერაა საქართველოსი. მოაპობს მკერდით ზღვას მეზღვაური, გესმის არაგვის ხმასაცნაური, გესმის თერგის და მტკვარის ხმაური, ეს სიმღერაა საქართველოსი. მიარღოს რისხვა აწყვეტის ავის, რომ არ უკდრკება ქვეყნად არავის, გესმის გრიალი მთებიდან ზვავის, ეს სიმღერაა საქართველოსი. თავისუფლების მოყვარე ერებს ვიცხვა ვერავინ ვერ შეაჩერებს, მთა რომ იმღერებს, ტყე რომ იმღერებს, ეს სიმღერაა საქართველოსი. აქ გაიმარჯვებს დროშად წერია, სამშობლო ჩვენთვის ყველაფერია, თუ რამ სიმღერა გულსუმღერია, ეს სიმღერაა საქართველოსი. გმირებით სავსე სამშობლო მხარეw, დღეს გამარჯვების გულით ხელვარეw, იდიდე ამ ხმას სხვაში ვერ გარეw, ეს სიმღერაა საქართველოსი.